დღეს ექიმებში გაიგეთ. როგორ უნდა ამოიცნოთ თიაქარი? და რა უცნაური არა ეს ცხოვრება, შენთან მოდიან ადამიანები, რომ რაღაცა გამობერილი ადგილები უფრო გაგვიდიდეო და ჩემთან და ლევანთან მოდიან, რომ გამობერილი ადგილები გავაქროთ, ხო? რა დიაგნოზს დაუსვამენ ეკა კვალიაშვილს? ტკივილის შეგრძნება მაქვს, იცით როგორ წარმოიდგინეთ, რომ ხელი ჩაგიყოს ვიღაცა მაგ და განიეროს ეს კუჭი. აპარატი, რომელიც საყლაპავის თიაქრის დიაგნოსტიკას ახდენს. გაიგეთ, როგორ და რატომ ჩნდება შარდის შეუკავებლობა. ნებისმიერ ასეთ მარტივ და ყოველდღიურ რამეზე შარდის შეუკავებლობა მიმართება. რატომ ექმნება დისკომფორტი ემბრიონს საშვილოსნოში? გაიგეთ ექიმების დღევანდელ გადაცემაში. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღეს ჩვენ ისეთი თემა შევარჩიეთ, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი Facebook-ის გვერდზე ძალიან ხშირად გთხოვთ ხოლმე, რომ სწორედ ამ თემაზე ვისაუბროთ. ეს არის საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა აინტერესებდეს. მისგან დაზღვეული არავინა, ის შეიძლება ახალგაზრდას, ასაკოვანს, მცირეწლოვან ბავშვსაც კი დაემართოს. მოკლედ, მოდი აღარ ვალოდინოთ მაყურებელი და უთხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა თიაქარი. ალბათ ყველას გაგიგიათ ეს სიტყვა და დაახლოებით გესმით კიდეც რას უნდა ნიშნავდეს. ანუ ისიც რომ ეს არის რაღაცა გამობერილობა მუცლის ზედაპირზე, ან რომელიმე სხვა ადგილას, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ იცით რა გამობერილობაზეა ლაპარაკი და რატომ. თიაქრის შესახებ ჭეშმარიტებას დღეს ფარდას ავხდით და მაყურებელი გაიგებს ყველაფერს, რას ნიშნავს ტერმინი თიაქარი, თიაქრის ჩაჭედვა და ასევე გაიგებს თიაქრის კურნალობის სხვადასხვა გზებს. ისე მკურნალობის გზა ქირურგია აკოტებ და რა უცნაური არა ეს ცხოვრება, შენთან მოდიან ადამიანები, რომ რაღაცა გამობერილი ადგილები უფრო გაგვიდიდეო და ჩემთან და ლევანთან მოდიან, რომ გამობერილი ადგილები გავაქროთ, ხო? ბედი უნდა ყველაფერს ბედი შემოდა. აკო ვთქვათ, რომ ხელხემლის მართაშუა დისკის თიაქარზე ჩვენ უკვე გქონდა გადაცემა, ამიტომ დღეს ყველა დანარჩენ თიაქრებზე ვისაუბრებთ. მოდი საუბარი სტუმართან ერთად გავაგრძელოთ. ის მართალია ექიმი არ არის, მაგრამ უკვე საკმაოდ გარკვეულია თიაქრის ამბებში, რადგან პირადად მას აწუხებს ეს პრობლემა. მას ასე მიესალმეთ მომღერალი ეკა კვალიაშვილი. გამარჯობა ეკა. დააბრძანდით და მიირთვით ბახმაროს წყალი. გითხარით აბა როგორ ხართ? არასოდეს არ ვიცახი რომ ვარ ცუდად. ვარ კარგად გადასარევად. ყველაზე კარგი. რა კარგია. ეკა, მაყურებელს ალბათ ძალიან უყვირს თიაქრის თემაზე სასაუბროთ, რომ დაგპატიჟეთ ჩვენთან. იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ სხვა სამედიცინო პრობლემა გქონდათ, ეს იყო გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი და მოდით გავუფანტოთ ეს დაბნეულობა ხალხს და მოკლედ მოგვიყევით იმ პრობლემის შესახებ და გვითხარით ეხლა როგორ გრძნობ თავს და როგორ არის ამ ხრივ საქმე. გაფანტულ სკლეროზს რაც შეეხება, ზუსტად აი ამ პრობლემიდან გამომდინარე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მქონია გაფანტული სკლეროზი, რადგან თიაქრიდან გამომდინარე დაიწყო. მე მქონდა ესეთი ჩივილები, მე მაქვს როგორც ახლა აღმოჩნდა, თიაქარი რეფლუქსით და ასთმური სინდრომით და მაქვს ხოლმე საშინელი ესეთი ასთმური ხუთვები, ასე ვთქვათ და შეტევები. და ზუსტად ამის ნიადაგზე მივედი ექიმთან და მივედი ნევროლოგთან, რომ იქნებ ნერვიული სისტემიდან არის გამომდინარე ეს ყველაფერი და ნევროლოგმა შემომოწმა თავისი ჩვეული გამომახედა და უკვე შემხედა სასწრაფოდ გამაგზავნა თავის გადასაღებად და შემდეგ უკვე აღმომაჩნდა ეს კერები ანთებითი და შემდეგ საფრანგეთში უკვე წერტილი დაისვა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. უბრალოდ რაც უფრო ასაკი გემატება, თურმე ეს გაფანტული სკლეროზი ცოტა უკან იხევს, მაგრამ სამაგერო წინაპლანზე წამოვიდა ეს გადავალისებ ჩემს თიაქარზე და რეფლუქსზე, რომელიც ჩემთან მიმდინარეობს ძალიან რთულად და 2 წელია უკვე მაქვს და ძალიან გამირთულდა ასთმური სინდრომით მიდის. ხონდა აი ზუსტად რომ აგიხსნათ რა, ქალები უფრო გაიგებენ ამას. ტოქსიკოზი რომ აქვთ ქალებს და რაღაცა საშინელი ზიდების შეგრძნება, აი ამითი დაიწყო ყველა. ანუ გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ გულისრევის შეგრძნება, რაღაცა საშინელი, თითქოს მოწამლული, თითქოს
ამით დაიწყო ყველაფერი, შემდეგ პატარ-პატარა ესეთი თითქოს ასთმური ხუთვები ვთქონა, რომელიც ჩვეულებრივად მე თავისით გადიოდა და მე უფრო და უფრო გამირთულდა. მეორე დიაგნოზი დაგიდგინათ ის, რომ თქვენ გაქვთ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ხო? დიახ. ეგ ამასევე ასთმა ახსენა და მაყურებელი რო არ შევიყვანოთ ახლა ჩვენ გაურკვევლობაში და არ დაიბნეს ეს ხალხი საყლაპავის თიაქრის დროს, ანუ არის ასთმის მსგავსი სიმპტომები, ეს ერთ-ერთი ატიპიური სიმპტომია, რომელიც ამ დროს ვლინდება, მაგრამ ყოველთვის არ არის აუცილებელი გამოვლინდეს. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს გულის პრობლემები, გულის რითმის დარღვევები, ცხვირხახის ანთება, ანუ ზედასასუნთქგზებში განვითარებული დისკომფორტი, ესე ვთქვათ, რომელიც შეიძლება რაღაცით ზედასასუნთქგზების დაავადებას გავდე. გილების პრობლემაც კი. შესაძლოა გამოვლინდეს ეს და თქვენ შემთხვევაში ეს იყო ასთმური შეტევების მსგავსი გამოვლინებით. რაც იწვევდა ზუსტად დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი. მაყურებელმა ალბათ არ იცის და მოდით ავხსნათ რა არის საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარი. მოდი ერთად ავხსნათ ეკა, წამოდით და მულიაჟზე ვნახოთ ეს ყველაფერი. საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობა თიაქრისა. დიაფრაგმა გულმკერდის ღრუს და მუცლის ღრუს გაყოფს ორ ნაწილად დაახლოებით აი ამ დონეზე. ქვევით ხდება მუცლის ღრუ და ზევით ხდება გულმკერდის ღრუ. აქ არის ფილტვები, რომელიც ახლა ამ შემთხვევაში მულაჟზე არ გვაქვს, მაგრამ რა არის თვითონ დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი? კუჭის მდებარეობს, როგორც თქვით, ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის დიაფრაგმა მის ქვემოთ, ხო? და დიაფრაგმაში არსებობს ხვრელი, რომელშიც საყლაპავი მილი გადის და შემდეგ უკვე გადადის კუჭის ნაწილში, ასე ვთქვათ. როდესაც ფართოვდება დიაფრაგმული ხვრელი და იზრდება სხვადასხვა მიზეზების გამო და მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს, ხდება ისე, რომ კუჭის გარკვეული ნაწილი ამოდის იმ ზონაში, რომელშიც ის არ უნდა იმყოფებოდეს. ანუ ამოდის უკვე გულმკერდის ზონაში. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჭარბი ტონის გამო, ორსულობის პერიოდში, ან ხშირი ხველებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ ყველაფრის ახსნა გრაფიკის საშუალებითაც შეგვიძლია. როგორც კოტემ თქვა, კუჭი მდებარეობს დიაფრაგმის ქვემოთ. ამ დიაფრაგმას აქვს პატარა ხვრელი, იმისთვის რომ საყლაპავმა მიმლა მის შიგნით გაიაროს და კუჭში ჩავიდეს. დიაფრაგმაში გავლის შემდეგ საყლაპავი კუჭს უერთდება უშუალოდ დიაფრაგმის ქვემოთ. საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ჩნდება მაშინ, როდესაც კუჭის ზედა ნაწილი შეცურდება დიაფრაგმის ხვრელში და გულმკერდის არეში შეაღწევს. ზუსტად აი ესეთი პოზიცია უკავია შენს კუჭს, როგორც გრაფიკაზე ვნახეთ, მისი მცირე ნაწილი, ზუსტად აი ეს ნაწილი ადის დიაფრაგმის ზემოთ და იწვევს აი ამ სიმპტომებს. ახლა გითხარი რა სიმპტომებია ის, რაც გაწუხებს? მაგალითად, ტკივილის შეგრძნება მაქვს, იცით როგორი რას მივამსგავს. აი, წარმოიდგინეთ, რომ ხელი ჩაგიყოს ვიღაცა მაგ და განიეროს ეს კუჭი თუ რაღაცა არ ვიცი, რაღაც საშინელი. რას რით შველი თავს მაგალითად ასე. ვერაფრით ვერ შველი ხოლმე თავისით გადის, ან რაღაცა ისეთ ან ნოშპას, ან რა ვიცი, რაღაცას. ყვებასთან კავშირში არის მაგალითად ყვების მიღების მერე გეწყება უფრო ესეთი რაღაც. მაგალითად, მარცხენა მხარეს რო უწევი, ეს გულთან არაფერ კავშირში არ არის, მემართება უკვე ასთმური სინდრომი. საერთოდ ამ დროს რეკომენდებულია უფრო ზურგზე წოლა ან მარჯვენა გვერდზე, ასე არის რჩევებში მითითებული და შეეცადე ნაწილობრივ სიმპტომას მოგიხსნა. დავიღალე უკვე. და თან არ უნდა ამას გიჩო პირადი გამოცდილებდი, იმიტომ რომ მეც მაძუხებს ეს პრობლემა, სამწუხაროდ, რომ არ იყო არასდროს დაწორილი ზუსტად სწორად თავქვეშ კონდეს აუცილებლად უფრო შემაღლებული ზონა ორი ბალიში და დამჯდარი ძილს უფრო კომფორტულია. თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი პრობლემის შემთხვევებში გამოსავალი და შენ შემთხვევაში რა გამოსავალი, ამაზე ჩვენ ცოტა ხანში ექიმი გაგვცემს პასუხს. მაგრამ კიდევ ერთი მინდა რომ გითხრათ, იცით, აი ჩემი სამუშაო არის იოგები, ყელი, ნუ ახლა მომღერალი ვარ და დიაფრაგმა. ძირითადად ჩემი ბგერების ის დიაფრაგმაზე, სუნთქვაც დიაფრაგმაზე და შემდეგ ამოდის უკვე გამოივლის იოგებს და მე რომ მღერი. აი გიშლის პროფესიაში. ძალიან შემიშალა ხელი. ერთი პერიოდი საერთოდ ტექნიკის მომენტი დავკარგე, ხვდები და თავიდან მე რომ მეცადინე უბრალოდ მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი, რომ აი არ ვჩერდები და არასდროს არ ვეგბოები, თორე ვეღარ მღეროდი, წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის იმხელა სტრესი იყო, რომ ახალი ანთება გამიჩნდა ტვინზე. არა უშავს, მოეველება ყველაფერს. მაგ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებ, ექიმი გვეტყვის როგორ მოაგვარებთ მაგ ყველაფერს, ასე რომ არ ინერვიულად. იმ სიმპტომებს, რომელიც ეკამ ჩაბოთვალა, მე კიდევ დავამატებ რამდენიმეს, ჩემი ლამაზი ფერადი ფურცლების დახმარებით. მაშინ ასე თქვენ შესაძლოა გქონდეთ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, თუ კი თქვენ უჩივით შემდეგ 5 სიმპტომს. პირველი ეს გახლავთ გულძმარვა.
რომელსაც შეიძლება თანახლებს კუჭის წვენის ამოსვლა, რეფლუქსი, ეგრეთ წოდებული, რაც თქვენ შეიძლება იგრძნოთ მწარე შეგრძნებით, უეცარი წვით, ან გარკვეული ტიპის სითხის, ესე ვთქვათ, საყლაპავში ამოსხმით კუჭიდან. შემდეგი სიმპტომი გახლავთ ტკივილი გულმკერდის არეში, რაც ჩვენმა სტუმარმა ძალიან კარგად ახსნა, რომ ეს ტკივილი უკავშირდება როგორც კვებას, ასევე პოზიციურ ცვლილებას, რომ მაგალითად ის მარცხენა გვერდზე საერთოდ ვერ წვება და პროფესიულად რო ხელს უშლის ეს გასაგები მიზეზების გამო რატოც ხდება. მესამე სიმპტომი ეს არის, ესე ვთქვათ, ხშირი ბოყინი, რომელიც შეიძლება არაფერს არ უკავშირდებოდეს, არც ვთქვათ, გაზიან სასმელს და არც სხვა საკვების მიღებას, ესე უმიზეზოდ შეიძლება იყოს წარმოშობილი სინამდვილეში, ამის მიზეზი დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი გახლავთ. ყლაპის გაძნელება მოხდეს შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც კუჭის დიდი ნაწილია დიაფრაგმის ხვრელში ამოსული და ამ შემთხვევაში დამირწმუნეთ, რომ ჩაყლაპვა ძალიან გაუჭირდება ადამიანს და მეხუთე სიმპტომი, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს არის სისხლის ამოღებინება. ამ კლასიკური სიმპტომების გარდა კიდევ არსებობს ამ დაავადების უცნაური გამოვლინებები. ადამიანს შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადებები, სხვადასხვა სიმპტომები სასუნთქის სისტემის, ან გულსისხლძარღვთა სისტემის, მაგალითად აი ასთმის მსგავსი შეტევები, რომელიც ეკამახსენა, ეს იმითი არის გამოწვეული, რომ დათომ ძალიან კარგად აგვიხსნა, კუჭის შიგთავსის ამოტყორცნა ხდება საყლაპავში და შესაბამისად ზემო სასუნთქგზებში და ხდება სასუნთქგზების გაღიზიანება, მათი ანთება. გულის პრობლემები კი მოცულობით არის განპირობებული, ამ კუჭი, რომელიც ამოდის გულმკერდის ღრუში, აწვება გულს და მისგან გამომავალ სიზარღვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მოშლები, არითმიები და ასე შემდეგ. თქვენი სასუნთქის სისტემის ჩივილები ან გულის მხრიდან ჩივილები შეიძლება სწორედ დიაფრაგმის თიაქრით იყოს გამოწვეული. ასე რომ მე მაინც ვიტყოდი, რომ ძალიან გაგიმართლათ, რომ დიაგნოზი სწორად დაისვა, იმიტომ რომ საყლაპავი მილის თიაქრის დადგენა ხშირად ძალიან იწელება დროში. შესაძლოა ადამიანმა დიდხანს ირბინოს ექიმებში, არა და ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა მხოლოდ საყლაპავის თიაქარი იყოს. გავიგოთ ახლა როგორ შეიძლება დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სტუმარი გვესაუბრება ამ საკითხზე, მიესალმეთ ჩემი საყვარელი კლინიკის კარავს ბედლაინის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მერაბ კილაძე. გამბრძანდით. პირველ რიგში შემოგთავაზებთ ჩვენ საყვარელ წყალს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ წყალი არის ჯანმრთელობა. რა ხდება თქვენსკენ ახალი იმ პრობლემებში, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ? გავრცელებულია ეს თიაქრები, ვიცით და რამდენად გავრცელებულია? სხვადასხვა დაახლოებით სასტუმრო მოსახლეობის 40%-ს ამა თუ იმ ფორმით ახასიათებს. ეს არის სოფლიო სტატისტიკა და აქედან დაახლოებით 20%-მდე მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას. რა მეთოდები არსებობს, თქვათ, თანამედროვე, რითაც შეიძლება დიაგნოსტირებულ იქნას ზუსტად ეს პრობლემა? წამყვანი და აუცილებელი კვლევა ეს არის რენტგენოლოგიური კვლევა, ეს არის სპეციფიური პოლიპოზიციური კვლევა ავადმყოფის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. არის აგრეთვე გასტროსკოპია და არის ესეთი უახლოესი კვლევის მეთოდები, კერძოდ 24 საათიანი pH მეტრია საყლაპავის. ანუ კუჭის საყლაპავის მჟავიანობის განსაზღვრა. მოგეხსენებათ, საყლაპავში არის ნეიტრალური და ტუტე გარემო, კუჭში არის მჟავა გარემო, ამიტომ მჟავური რეფლუქსი კუჭიდან ამოსროლილი, ამოტყორცნილი კუჭის წვენი იწვევს საყლაპავის მდგომარეობის ცვლილებას, ზოგჯერ ანთებას, ლორწოვანის, ზოგჯერ ეროზიებს, წყულებს, ზოგჯერ სიმსივნურ პროცესსაც კი. როგორც წესი ეს რეფლუქსი თიაქართან თანხმლები დაავადება საშიშია და იწევს იგივე მოვლენებს, რაც თქვა ტიპიური სიმპტომები ჩამოთვალეთ თქვენ და ასევე ატიპიური სიმპტომები. ხალბატონმა ეკამ ახსენა გერა ვიოგებზეც მოქმედებს და მის ანთებას იწევს, ამიტომ ხმის ტემბრიც იცვლება ამ დროს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში შემაწუხებელი და მჭარბი რეფლუქსების დროს აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა. საშუალო და დიდი ზომის თიაქრების დროს აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა. 24 საათიანი იმპედანს pH მეტრით შეგვიძლია დავადგინოთ, ანუ ზუსტი ოპერაციის ზუსტი ჩვენება და წინასწარ ვიცით უკვე ოპერაცია წარმატებული იქნება თუ არა. ცოტა ხანში ექიმებში დასჭირდება თუ არა ოპერაცია 5 წლის მარის. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდის უნდა გაკეთდეს ბავშვებში თიაქრის ოპერაცია? გაიგეთ სიმძიმის აწევის პრინციპის შესახებ. ჩვენ სტუდიაში დღეს ყავს ქალბატონი, რომელსაც ეს აპარატი ამჟამად აქვს ჩართული. ქალბატონი ლეილა ქვილორია, მოგესალმებით ქალბატონი ლეილა, გთხოვთ ჩვენთან გადმოგწანდეთ. ქალბატონი ლეილა, ორი სიტყვით რომ გითხრათ, რა პრობლემა გქონდათ, რატომ მიხვედით ექიმთან და ეხლა როგორც ხედავთ, გამოკვლევას იტარებთ? ეს იყო გულის სიმპტომები ისეთი, რომ აი თითქმის ღამე ძილის შემთხვევაში ჩემთვის გაუსაძლისი იყო ცხოვრება. მეწყებოდა არითმები, მეწყებოდა გულის აჩქარება, შემდეგ რაღაც ამოსროლილი სითხე ისეთი, რომელიც მოხრჩობით ხველას მაწყებინებდა.
ამას თითქოს შეგუებული ვიყავი, იმიტომ რომ მეუბნებოდი რომ ეს გულის პრობლემებია, ასეც უნდა ყოფილიყო მეგონა. აი ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკვე ახსენით ადამიანს გულის სიმპტომატიკა აქვს, თითქოს გულის პრობლემები აქვს და ამ დროს აღმოჩნდა რომ ეს იყო საღლაპავის ხრელის თიაქარი. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვიცოდი რომ სხვა რაღაცა უნდა მქონოდა. მეწყებოდა წნევის ცვლილებები ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი. ანუ მინიშნავდა რომ უნდა მიმეღო წნევის წამლები და ამ წნევის წამლების შემდეგ თუ მივიღებდი ვერტიკალურ მდგომარეობას, ანუ ჩვეულებრივად რამდენიმე ხანი გავიდოდა წნევა თავისითაც მოდიოდა დაბლა. ჩემი მეგობარი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ძალიან მაღალი ადამიანია, 2 მეტრია. იცის რომ მაქვს ეს პრობლემა, დიდი ხანია დადის ექიმებთან, დადგენილი აქვს საღლაპავის დიაფრაგმის ხრელის თიაქარი და იცით როგორ წინავს. ზარმაზარი საწოლი, რაზეც თვითონ წეს, არის აბსოლუტურად აი ესეთ მდგომარეობაში. ანუ ქვემოთ აქ შეყუდებული ბევრი მე ამ მდგომარეობას ვერ შევეგუებოდი და რადგან ოდნავ ვიგრძენო წამოჯდომა მჭირდებოდა საწოლში, ამიტომ დავიწყე მე თვითონ ჩხრეკა. და რამდენი ხანი გრძელდება ეს თქვენი გულის პრობლემების მკურნალობა? ეს დიდი ხანია უკვე გრძელდება, მაგრამ აი ის რაც მე ახლა შემაწუხა და გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ფეხით მივსულიყავი, სადაც არ უნდა ჩატარებულიყო თუნდაც ყველაფრის ოპერაცია, ეს იყო ის, რომ შეტევა დამემართა ახლა 2-ჯერ. მითხრეს ნაღლის ბუშტი არის და ეს არის ამოსახები, იმიტომ რომ ქვა არის შიმთო, მაგრამ მე ვეუბნები რომ ეს სხვანაირად მოხდა, რაღაცა თითქოს ამეკრო ისეთი, რომ თვითონ მე სანამ სასწრაფო მოვიდოდა ნემსებით, ნოშპა რაღაცებით, ვიფიქრე ჩემ თავს უშველი მეთქვა, ვერანაირი მდგომარეობა, ვერანაირი პოზა ვერ დავაფიქსირე ისეთი, რომ გადავრჩემეთ კი აი ესეთ შეგრძნება მქონდა. შესაძლოა ბატონო მე რა ვარაუდოთ, რომ ჩაიჭედა ამ დროს ალბათ ხო? მოგეხსენებათ ეს აპარატი 24 საათი უდგას ზონდი კუჩი, ამას აქვს თავისი დანაყოფები და საღლაპავში ზომავს 24 საათის განმავლობაში ფეხზე დგომის სწოლის დროს. ანუ ეს ძალიან გვეხმარება ოპერაციული მკურნალობის თუ თიაქარი არის და ჭეშმარიტი რეფლუქსია, ამ შემთხვევაში გვეხმარება ეს აპარატი ამის დადგენაში. უფრო ზუსტად შესაძლებელია განსაზღვროთ რომელი ოპერაციული მოდიფიკაცია იქნება უფრო წარმატებული. დისკომფორტია თქვენთვის ამ აპარატის დარება? არა, არ არის ისეთი, მაგრამ 24 საათი მე მგონი ამოიწურა მე რამდენადაც ვიცი. და ხო არ ამოვიღოთ ეს აპარატი ბატონო მე. ხო არ ნერვიულობთ? არ მეშინდა. აბსოლუტურად უმტკივნეულდა. ხო არ მოგეხმაროთ? მგონი არ დაგჭირდება მოხმარება უბრალოდ ერთ ხელის მოძრაობა და უცებ შეიძლება შეგეშინეთ გაბატონია ეს უხსნით. ამ აპარატზე ჩაწერილი მონაცემებით, რომლის გაშიფრაც მოხდება და შემდგომში ჩვენ გადავწყვეტთ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას და ამოვარჩევთ მეთოდს თუ რა ოპერაცია უნდა ჩატარდეს. არა, რა თქმა უნდა, უკეთესად გამოიყურებით ამის გარეშე. ქალბატონიკასაც ხوار დაჭირდება ამ აპარატის დარება თქვენი აზრით? ვაპირებთ, კი. ვაპირებთ. ორშაბათს. ყველაფერი ცუდი უკვე უკან არის. ერთი პატარა ჩარევა და ლაპარასკოპია, როგორც ვიცით, საკმაოდ ადვილად გადასატანი ოპერაცია, რაც მთავარია დიაგნოზია დასმული. ეს არის მთავარი მედიცინაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა ესეთი გამბედაობისთვის. ვისურვებ ჯანმრთელობას. ჩვენ რაც გავიარეთ ახლა და ვნახეთ, ეს არის დიაგნოსტიკის ის მეთოდები, რაც თქვენ გვაჩვენეთ და საინტერესო იყო. გადავდივართ ახლა მთავარზე. ეკამ თავისი სიმპტომები ჩამოთვალა, სავარაუდოდ ის მაინც იქნება საოპერაციო. მე მაქვს ესეთი შეკითხვა ბატონო მერაბ. რა ტექნოლოგიები გამოიყენება და რამდენად გამარტივდა ეს ქირურგია დღეს იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონდათ შიში, მოვიდნენ თქვენთან და გაიკეთონ ეს ოპერაცია? ბოლო 20 წელია კეთდება ეს ოპერაციები სოფლიოში უკვე ლაპარასკოპიული მეთოდით. მოგეხსენებათ, ეს არის მცირე ინვაზიური ჩარევა, გაცილებით ნაკლები ტრამვით და ავადმყოფისთვის. სულ რაღაც 4 ნაჩხლეტი არის მუცლის წინა კედელზე. წინა კედელზე ბადანაჩხლეტით ლაპარასკოპიული მეთოდით ავადმყოფისთვის ძალიან გამარტივებული ოპერაცია. მეორე დღიდან ფეხზეა. მეორე დღეს ფეხზეა, მესამე დღეს სახლში მიდის. ეს ოპერაცია, რომელიც ეკას და ქალბატონ ლეილას წინელოდება, უკვე გაკეთებული აქვს ჩვენ სტუმარს, რომელიც ახლა დარბაზშია. მოგესალმებით და გაგვეცანით თუ შეიძლება. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე გახლავართ რობერტ მაღლაკელიძე. 3 კვირის წინ ჩამიტარდა ოპერაცია ბატონი მერაბის და მისი იმ პროფესიონალი გუნდის მიერ და თვით ბატონი მერაბი არის სუპერ პროფესიონალი, მე ვიტყოდი. წლების განმავლობაში მაწუხებდა რეფლუქსი, ანუ რომ ჭამდი საჭმელს ამომდიოდა, აქ მაწუხებდა ძილის დროს, როცა დავწვებოდი უკვე გული და საშინელი არითმია მეწყებოდა, აჩქარება გულის, ბოლო რამდენიმე თვეები უკვე საწოლში მჯდომიარეს მეძინა და ბოლოს როცა გამომიკვლია ბატონმა მერაბა, დადგინდა საყლაპავის თიაქარი. ჩამიტარდა ეს ოპერაცია, 3 კვირა გავიდა უკვე. მე მას შემდეგ
შვენივრად გრძნობ თავს, მესამე დღეს სახლში გამომწერეს და უკვე ჩვეულებრივ ფორმაში გახლავთ. და ღამე გძინავთ ნორმალურად. ღამეც ნორმალურად მძინავს, კვებითაც ჩვეულებრივად უკვე ვიკვებები, არაფერი აღარ მაწუხებს, არანაირი სიმპტომი, ის სიმპტომები რაც მე მაწუხებდა, დღეს ყველაფერი გაქრა და დღეს გამთელია. ბატონო მერაბ, ჩვენ ვისაუბრეთ საყლაპავის თიაქარზე და თუ შეიძლება გვითხრით, სხვა სახის თიაქრების ოპერაციების მკურნალობა როგორ ხორციელდება თქვენს განყოფილებაში? ყველა სახის თიაქრის ოპერაციები ვიკეთება ჩვენთან. ზოგიერთი ლაპარასკოპიული მიდგომით, ზოგიერთი არის დიდი ვენტრალური თიაქრები ან ოპერაციები, პოსტოპერაციული თიაქრები, ეგრეთ წოდებული საჭიროა ღია წესით ჩვენ ერთობლივადაც ვაკეთებთ ოპერაციებს. ერთობლივად გაგიკეთებთ და ეს კომბინირებული ოპერაციები. ბატონ მერაბი აკეთებს ხოლმე ხორცისტექტომიას ლაპარასკოპიული მიდგომით და როცა ადამიანს აქვს დაშვებული ძალიან დიდი ზომის მუცელი, პარალელურად ჩვენი გუნდი პლასტიკური ქირურგები ავდივართ და ერთობლივად ერთ ოპერაციაში ადამიანი იშორებს იმ პათოლოგიასაც, რასაც ქვია დაავადებული ნაღვლის ბურთი და თან ესთეტიურადაც იუმჯობესებს მდგომარეობას. კიდევ რა სიახლეებია თქვენსკენ? თიაქრების მხრივ საზარდულის თიაქრებია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მცირე ზომის, საშუალო ზომის საზარდულის თიაქრები შესაძლებელია ლაპარასკოპიული მეთოდით ორმხრივი თიაქრები გავაკეთოთ მუცლის მხრივ მიდგომით. ამ შემთხვევაში მეორე დღეს მიდის პაციენტის სახლში მუცლის თიაქრები, ჭიპის თიაქრებია შემდგომში ხშირით, ყველაზე ხშირი, ყველა წესით, გარდა საყლაპავის თიაქრებისა ხმარობთ ბადით პლასტიკას, ეგრეთ წოდებული პოლიპროპილენის თანამედროვე პლასტიკური ბადით, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან საუკეთესო რეზულტატს განსხვავებით არაპლასტიკური თიაქრების ძველი წესებისაგან. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი მთავარი გზავნილი ახლა მაყურებლისთვის არის ის, რომ ის ჩივილები, რაც ჩვენმა სტუმრებმა ჩამოთვალეს, რაზეც თქვენ ისავ, ეს არის გულის პრობლემები, რითმის დარღვევა, სუნთქვითი უკმარისობა, ბიძულებითი ჯდომითი პოზიცია და იმის გარეშე, რაც ნინომ მოყვა, ხო? ეს ყველაფერი შეიძლება იყოს იმის მიმანიშნებელი, რომ თქვენ გაქვთ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი. ძალიან დიდი მადლობა ყველა სტუმარს. მალე გამოჯამთველებას გისურვებთ, საიმედო ხესთან დარწმუნებული ვარ და აუცილებლად გაგვაგებინეთ თქვენი შედეგები. ბატონო მერაბ, უღრმესი მადლობა და გისურვებთ ბევრი ადამიანის განკურნებას და ფეხზე დაყენებას. თიაქარი ჩდება მაშინ, როდესაც მუცლის წინა კედელზე, ეგრეთ წოდებული ანატომიურად სუსტ წერტილში ხდება მუცლის წინა კედლის თლიანობის დარღვევა და შეიძლება ამ დეფექტში გამოვიდეს მუცლის ღრუში არსებული ორგანო, მაგალითად ნაწლავი, რომელიც დაფარული იქნება პერიტონიუმის ფურცლით, რაც წარმოადგენს თიაქრის პარკს. შემაერთებელი ქსოვილი იგივე ფასცია, რომელიც კუნთებს გარსივით არის გადაკრული, ეს არის ქსოვილი, რომელიც თხელია, სინამდვილეში მას საკმაოდ ესეთი მყარი სტრუქტურა აქვს, ის მკვრივია და სწორედ თიაქრის გაჩენის ერთ-ერთი აუცილებელი მიზეზია, რომ მოხდეს მისი მთლიანობის დარღვევაც. ანუ გაჩნდეს თიაქრის კარი, სადაც შემდგომ გამოვა ორგანო, ეს იქნება ნაწლავი თუ უბრალოდ ბადეკონი, არ აქვს მნიშვნელობა. თიაქრის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობა პირველი ეს არის საზარდულის თიაქარი, რაც ყველაზე ხშირია ქირურგიულ პათოლოგიებში, დაახლოებით 75% თიაქრების მოდის საზარდულის თიაქარზე, შემდეგი ეს გახლავთ ოპერაციის შემდგომი, ანუ გაკვეთის შემდგომი თიაქარი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ოპერაციებ ადგილზე იყოს, სადაც მოხდა მუცლის კედლის გახსნა, იქ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს თიაქარი. შესაძლოა, იმიტომ რომ არ შეხორცდა ნორმალურად, პაციენტი ჭარბიწონის არის, არ გააქტიურდა ოპერაციის შემდგომ დროულად. არსებობს კიდევ ბარზაკის თიაქარი, რომელიც დაახლოებით აი ამ ადგილზე მდებარეობს, ხედავთ ჩვენ სტენდზე და მეოთხე ეს არის ჭიპის თიაქარი, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებულია. საზარდულის თიაქრის შემდეგ მეორეა ჭიპის თიაქარი გავრცელებით. ფოტოშორის ბავშვებში საკმაოდ ხშირია თანდაყოლილი ჭიპის თიაქარი და არ ვიცი, ალბათ თქვენს გინახავთ, ადრე იყო ხოლმე ესეთი მოდა რატომღაც რომ 5 კაპიკიანს გადააკრავდნენ ხოლმე. 5 კაპიკიანი ვიცოდი. ხო, ნუ ეს კვლევებით დადგენილია, რომ არანაირი გადაკვრა ამ თიაქარს აშველებს. ფოტოშორის ჭიპის თიაქარი საოპერაციო ძალიან იშვიათად ხდება, დაახლოებით 80%-ში 4-5 წლის ასაკამდე უკვე თავის თიხურება ხოლმე ეს დეფექტი. ან ბავშვებში ეს თვითდახურვა არანაირი ხურდების გადაკვრა არ არის საჭირო, ეს მხოლოდ კანს გააღიზიანებს, მეტი არაფერს არ აკეთებს. საზარდულის თიაქარს რაც შეეხება, ის მდებარეობს როგორც დათომ გითხრა აი ამ ადგილზე. აი, როდესაც ეს კედელი არის სუსტი, იქ ჩდება დეფექტი და შეიძლება ესე გამოიბეროს თიაქრის პარკი. ასეთ თიაქარი საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში. ბავშვებში თიაქარი თითქმის ყოველთვის თანდაყოლილია. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდის უნდა გაკეთდეს ბავშვებში თიაქრის ოპერაცია. მშობლები გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჯერ ძალიან პატარა იქნებ, ცოტა ხანი მოვიცადოთ. რეკომენდაცია არის ასეთი. ბავშვებში საზარდულის თიაქრის ოპერაცია უნდა გაკეთდეს, დიაგნოზის დასმის თანავე უნდა დაიგეგმოს და გაკეთდეს ეს ოპერაცია. თუ
რამე სხვა გართულებები არ არის, რომელიც ამ ოპერაციაში ჩვენ ხელს შეგვიშლის, მაგალითად ძალიან მძიმე გულის მანკი ან ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის მოშლა. თუ თიაქარი ჩაიჭედა, იმ შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ. თუ რა არის ჩაჭედო, ამას გადაცემის შემდეგ ნაწილში აგიხსნით. ლევან, მშობლებს იქნებ ისიც ურჩიოთ, როგორ მიხდნენ ბავშვს თიაქარი აქვს. ფოთაშორის დაბადებისთანავე ზოგჯერ თიაქარი არ არის ხოლმე გამოკვეთილი ისე, ამიტომ პედიატრები კი არა, უფრო ხშირად მშობლები ნახულობენ ხოლმე პირველად ამ გამომბერილობას. ამის დიაგნოსტირება ძალიან მარტივია, უბრალოდ დათვალიერებით, განსაკუთრებით ბიჭუნებში უფრო ხშირია ესა, უფრო ხშირი არის დღენაკლულ ახალშობილებში. უბრალოდ დათვალიერებით შეიძლება დავათვალიეროთ და ვნახოთ საზარდულის მიდამო და სათესლე პარკის მიდამო. თუ აქ რაიმე უჩვეულო გამომბერილობას ვხედავთ, აუცილებლად ეს უნდა ვანახოთ ექიმს, ბავშვთა ქირურგს. საზარდულის თიაქარი სხვათა შორის გოგონებშიც გვხვდება, უფრო იშვიათად ვიდრე ბიჭებში, მაგრამ გოგონებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ხოლმე. ვიზუალურად დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება, საზარდულის მიდამოში არის ხოლმე გამომბერილობა, ოღონდ აქ ოპერაციის დაგეგმოსთან დაკავშირებით ცოტა სხვა ტაქტიკა გვაქვს. გოგონებში თიაქრის შიგთავსი უხშირეს შემთხვევაში არის ხოლმე საკვერცხე. საკვერცხეს ერთადერთი მკვლევარი სიზარღვე აქვს, ამიტომ მისი ჩაჭედის შემთხვევაში შეიძლება ორგანოს დაკარგვის რისკი გაჩნდეს, ამიტომ გოგონებში მშობლებს ვეუბნებით ხოლმე, რომ რაც შეიძლება ადრე გავაკეთოთ ოპერაცია. როგორ ახარ მარი? ხო არ გეშინია რამის, ხო არ ნერვიულობ? ძალიან კარგი. მარის აქვს საზარდულის თიაქარი. რამდენიმე თვის წინ შენიშნეს ოჯახის წევრებმა საზარდულის მიდამოში გამომბერილობა, მოიყვანეს ჩვენთან, გავსინჯეთ, დაუსვით საზარდულის თიაქრის დიაგნოზი და დავგეგმეთ ოპერაცია და დღეს უნდა გავუკეთოთ ეს ოპერაცია. გასინჯვის დროს მშობლებს ძალიან მარტივად შეუძლიათ დააფიქსირონ უბრალოდ დათვალიერებისას ესეთი მარტივი გამომბერილობა საზარდულის მიდამოში. ბავშვი ეხა უკვე დიდია და შეგვიძლია ვთხოვოთ რომ მუცელი გაბეროს, გაბერე მუცელი. აი ამ ადგილზე უკვე კარგად ეტყობა ასიმეტრია, ეს ფარი უფრო გამომბერილია და ხელის მარტივი დაჭერით, მარტივი ზეწოლით შეგვიძლია რომ თიაქრის შიგთავსი ჩავასწოროთ. მარი, წავიდეთ საოპერაციოში, დავიწყოთ მუშაობა. აბა ჩამომართი ხელი. წავედით. ეხლა ანესთეზიოლოგი უკვე უშუალოდ ამზადებს ბავშვს ოპერაციისთვის. დაიძინებს, დაიწყება ნარკოზი და რამდენიმე წუთში დავიწყებთ ოპერაციას, რომელიც დაახლოებით 30-40 წუთი გაგრძელდება. ხვალ უკვე ჩვენი პატარა გოგო სახლში წავა და ერთ კვირაში დავიბარებთ კონტროლისთვის. ჩვენი პატარა პაციენტი მოვიდა, კონტროლისთვის უნდა ვნახოთ ეხლა ამის ჭრილობა რა მდგომარეობაში არის და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, გადახვევას გავუკეთებთ და წავა სახლში უკვე გამოჯამთელებული, მეტი ჩვენთან მოსვლა აღარ დაჭირდება. ისეთ უმოვენატრებით და შემოგვივლის კარგი იქნება. მოხვალ ჩვენთან კიდე. აი რა кай გოგო გქონდ. ბარძაყის თიაქარს რაც შეეხება, აქაც არსებობს ისეთივე ანატომიურად ეგრეთ წოდებული სუსტი დეფექტი, საიდანაც შეიძლება ასევე გამოვიდეს თიაქარი. ეს არის ბარძაყის არხში. ეს ბარძაყის არხში გამოსული თიაქარია, უფრო ხშირად ქალებს ემართება და განსაკუთრებით ორსულობის დროს. ბოლოს ჭიპის თიაქრის შემთხვევაში აქ შეიძლება უხშირესად გამოსული იყოს დიდი ბადექონი ან წვრილი ნაწლავის ერთი ან რამოდენიმე მარყუჟი. როგორც ლევანმა გითხრა, ეს ახალშობილებშიც საკმაოდ ხშირად ხდება ჭიპის თიაქარი, რა თქმა უნდა, ჭარბწონიანები და ასევე ბევრჯერ ნამშობიარები ქალები არიან ამის რისკ ჯგუფში. როდესაც თიაქარი არ არის ჩაჭედილი და არ არის გართულებული, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თიაქრის ჩასწორება. ძალიან მსუბუქი ფაქიზი ზეწოლით შეიძლება თიაქარი ჩავასწოროთ მუცლის ღრუში. ამაში ხელს შეგვიწყობს ადამიანის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლა. ბავშვების შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, რომ ის არ ჭირვეულობდეს, არ ტიროდეს, რამენაირად დავაწყნაროთ და შემდეგ ვცადოთ მისი დაჭიმული არ იყოს მუცლის წინა კედელი ჩასწორების დროს. უფრო ზრდასრულ ადამიანებში რაც შეეხება თიაქრის ჩასწორებას, მე მყოლია პაციენტები, რომელსაც 10-15 წელი ქონიათ თიაქარი და დამირწმუნე რომ შეიძლება ჩემზე პროფესიონალურად შეეძლოთ ამ ყველაფრის ჩასწორება. ჩასწორებასთან დაკავშირებით ფოტოშორის მე მახსოვს სტუდენტობის დროს ერთი პაციენტი იყო, რომელიც ძალიან ხშირად აკითხავდა ხოლმე საავადმყოფოს და თიაქარი რო გამოებერებოდა, ისე იყო უკვე დახელოვნებული მის ჩასწორებაში, რომ მაგიდის კუთხესთან მივიდოდა ხოლმე და იმაზე აწვებოდა რაღაც ისე უცნაურად, რომ ქირურგის კი ვერ ასწორებდა ხოლმე, ხშირად თვითონ ასწორებდა. არა, მაგიდის კუთხით ჩასწორებას ნამდვილად არავის არ გიჩვენებს. რაც შეეხება ჩაჭედვას, ჩაჭედვის შემთხვევაში ოპერაცია კეთდება დიაგნოზის დასმისთანავე. ანუ ჩაჭედილი თიაქარი არის ჩვენება სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის. ეს მდგომარეობა ძალიან საშიაო. თუ თიაქრის დეფექტი გამოვიდა, მაგალითად ნაწლავის მარყუჟი.
ის შეიძლება მარტივად ჩავასწოროთ მუცლის ღრუში, თუ ჩასწორება ვერ ხდება, ამას ქვია თიაქრის ჩაჭედვა, ეს მომჭერი რგოლი მოუჭერს თიაქრის შიგთავს, მაგალითად ნაწლავის მარყურს, მის უკან ჩაბრუნება ვეღარ ხდება, ხდება ქსოვილების შეშუპება და ეს მომჭერი რგოლი უფრო და უფრო მეტად უჭერს ორგანოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი სისხლმომარაგების და სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც საბოლოოდ ამ ორგანოს ნეკროზით, ყდობით დამთავრდება, ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს და არ ეცადოთ თქვენით ამ თიაქრის ჩასწორებას. და ზუსტად ესეთი შემთხვევაა საშიში ჩასწორებისთვის, იმიტომ რომ როდესაც უკვე ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევაა დაწყებული, ანუ ნეკროზის შედეგად, ქსოვილის ყდომის შედეგად, ეს ნაწლავი გაიხსნება, დამერწმუნეთ, რომ ის ამ დროს ცარიელი ნამდვილად არ იქნება, მასში იქნება განავლოვანი შიგთავსი და ჩაბრუნების შემთხვევაში თქვენ მუცელში მოხდება განავლოვანი შიგთავსი გახსნილ ნაწლავთან ერთად, რაც უკვე დამერწმუნეთ, რომ აღარ იქნება მარტივი თიაქარპლასტიკა, ეს იქნება დიაგნოზი პერიტონიტი, რომელიც ძალიან დიდი გართულებაა, ასე რომ ჩაჭედვის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითჩასწორება და რა თქმა უნდა ამას არც ქირურგები არ აკეთებენ. პაციენტი მზადდება საოპერაციოდ. მაინც და მაინც იმისთვის რომ არ მოხვდეთ ჩემთან საოპერაციოში და მით უმეტეს ისეთ ფორს-მაჟორ სიტუაციაში, როგორიც არის ჩაჭედილი თიაქარი უჩნდებათ ხოლმე მწეველებს, იმათ ვინც ქრონიკულად ახველებს, აცემინებს, ან მუდმივი დაჭიმულობა აქვს მუცლის წინა კედლის, ასევე წევს სიმძიმეებს და ვისაც მუდმივი შეკრულობა აქვს, ანუ კუჭის მოქმედების მოწესრიგებაც რა თქმა უნდა საჭიროა იმისთვის რომ არ გაგვიშდეს თიაქარი და საკმაოდ რისკ ჯგუფში არიან ორსულები თიაქრის ჩამოყალიბების და განვითარების. თიაქრის გაჩენის შიშით ორსულობისგან თავს ნუ შეიგავებ, ჯობია გავმრავლდეთ რა თქმა უნდა, მაგრამ კუჭის შეკრულობას და დაცემინებას კი უნდა მივხედოთ და რა თქმა უნდა დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი. ჩემ პატარა პაციენტებს რაც შეეხება, მათ რეკომენდაციას ვერ მივცემ თიაქარი ბავშვებში თანდაყოლილია, ასე რომ თუ შეამჩნიეთ რომ თქვენ ბავშვს თიაქარი აქვს, უბრალოდ მიიყვანეთ ექიმთან. მათ კი ვისაც სიმძიმეების აწევა გიწევთ, ახლა მედალევანი გასწავლით თუ როგორ უნდა აწიოთ სიმძიმე ისე რომ არ დაგემართოთ თიაქრები და შესაბამისად არ გაგივითარდეთ ასევე ხერხემლის პრობლემა. მე და დათოს გვინდოდა რომ შტანგა აგვეწია ეთერში, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ აი ამ ხუთით შემოვიფარგლოთ. სიმძიმის აწევას, ტვირთის აწევას თავისი წესი აქვს. როგორც დათომ გითხრათ, ეს არა მარტო თიაქრის ჩაჭედვისგან დაგვიცავს, არამედ ჩვენი ხერხემლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. როდესაც ძირს დადებულ სიმძიმეს წევთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ აი ასეთი მოძრაობა. ამ დროს პირდაპირ დატვირთვა მოდის ჩვენს ხერხემალზე და მუცლის კუნთებზე, ასე რომ წნევა იზრდება, შეიძლება ამ დროს თიაქარი ჩაგვეჭედოს ან დავიზიანოთ ხერხემალი. სიმძიმის აწევა უნდა გავაკეთოთ აი ესე, უნდა ჩავჯდეთ. ჩვენი ტორსი უნდა შევეცადოთ რომ იყოს ტვირთის პარალელურად და აი ასე უნდა ავწიოთ ეს ტვირთი. ფეხები უნდა გავმართოთ ჩვენ ტვირთთან ერთად. და თუ ვერ ძრავთ, დაანებეთ თავი მისაწევას და ეგ იქნება. კიდევ ერთი რჩევა, თუ ერთ ხელში გიჭირავთ სიმძიმე, ჯობია მეორეშიც რამე გეჭიროთ, ან სხვას გამოართვით სიმძიმე, ან თქვენი გადაანაწილეთ და იმით იმოძრავეთ, რომ არ მოხდეს ერთი მხარის დაძაბვა და დაჭიმვა. შეასრულეთ ეს წესები, არა სიგარეტს, მიხედეთ თავს და მე როგორც ექიმი არასოდეს დაგჭირდებით. ისე ვიმეგობროთ, არ არის პრობლემა. ჩვენ ბევრი მაყურებელი გიკავშირდება, ზოგი წერილებს წერს, ზოგი პირადად მოდის, ზოგიც ვიდეო შეკითხვას გვიგზავნის და თავიანთ სამედიცინო პრობლემებზე რჩევას გვეკითხება. თუმცა ამჯერად გამოგვეხმაურა ქალბატონი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგვიძლია ანონიმურად მოვისმინოთ თუ რა აწუხებს ამ ადამიანს. გამარჯობა ძვირფასო ექიმებო. მე ჩემი პრობლემა მინდა რომ გაგანდოთ, ხო ძალიან მერიდება. მაქვს შარდის შეუკავებლობა, ოდნავ სიმძიმის აწევაზე, დაცემინებაზე, ხმამაღლა გაცინებაზე, ნებისმიერ ასეთ მარტივ და ყოველდღიურ რამეზე შარდის შეუკავებლობა მემართება. ვერ ვაკონტროლებ ამ პროცესს. შვილიშვილის ხელში აყვანაც კი მიჭირს ძალიან. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და ვის შეუძლია ჩემი დახმარება? სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა, რომ ხშირად ადამიანებს ექიმთან საუბრისაც კი წვენიათ ისეთ თემებზე, რომლებიც ერთგვარ უხერხულებად ითვლება საზოგადოებაში. ამიტომ ამ ქალბატონს გამბედაობა უნდა შევუქოთ, მან იკითხა ის, რაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს. ნამდვილად ასეა კოტე, ეს ქალბატონი მარტო არ არის, ოფიციალური სტატისტიკით ქალების ნახევარზე მეტს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შარდის შეუკავებლობა გამოუცდია. ასე რომ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემის მქონე ქალების მხოლოდ 20-დან 30%-მდე მიმართავს ექიმებს. ამ ყველაფრის შედეგი კი იცით რა არის? ქალბატონებს დეპრესია ემართებათ, სახელიდან გასვლა აღარ უნდათ და ასეთი პასიური ცხოვრების სტილი თავის მხრივ უამრავ სხვა სამედიცინო პრობლემას იწვევს. კარგით, რით შეგვიძლია ამ გამბედავ ადამიანს დავეხმაროთ? მე მგონი პირველ რიგში ის უნდა უთხრათ, რომ შარდის შეუკავებლობის მკურნალობა დღეს შესაძლებელია. მკურნალობის მეთოდებებზე ცოტა ხანში გესაუბრებით, ახლა კი მოდით ვნახოთ, როდის და რატომ ჩნდება ეს დაავადება. როგორც ვიცით, თირკმელებიდან შარდი ჩაედინება შარდსაწვეთების გავლის შარდის ბუში, სადაც გროვდება. შარდის ბუშტი ნელ-ნელა ივსება ამის შედეგად და შარდის ბუშთან არსებული კუნთების შეკუმშვისას ადამიანი ნებით გამოყოფს შარდს.
როგორც ხედავთ, გაიხსნა შარდსადინარი და იქედან გამოედინება შარდი. საერთოდ ქალის ასაკში შესვლასთან დაკავშირებით ნელ-ნელა ეს კუნთები დუნდება, ემატება ასევე გადატანილი მშობიარებები, სიმძიმეების აწევა და ქალბატონებს სწორედ უვლინდება შარდის შეუკავებლობა. ნინო, ვიცით რომ ეს მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც უვითარდებათ ქალებს, ანუ აქ ასაკი არ არის აუცილებელი და ზოგიერთ შემთხვევაში ამ სტრესის შემდეგ, მშობიარობის სტრესის შემდეგ ეს კუნთები ვერ იბრუნებენ დროულად თავის პირვანდელ მდგომარეობას და შარდის შეუკავებლობა ვითარდება. ამას ემატება ისიც, რომ ქალბატონებს, როგორც ვიცით, პირველი წლის განმავლობაში ხშირად უწევთ ბავშვის ხელით ტარება. თუმცა ეს იშვიათ შემთხვევაში რჩება დიდი ხნის განმავლობაში და ძირითად შემთხვევებში კი ქალბატონებს თავისთავად აღდგება ხოლმე. მოდით შეიძლება ეს ყველაფერი მულაჟეც რო აგვიხსნა ანატომიურად. ეს არის ქალის რეპროდუქციული სისტემის მულაჟი. შესანიშნავი მულაჟია. როგორც ხედავთ, ეს არის საშვილოსნო, საშო, ეს არის სწორი ნაწლავი, ხოლო აქ არის შარდის ბუშტი და შარდის გამომტანი სადინარი, ანუ შარდსადენი. სწორედ აი ეს შარდსადინარს გარშემო აკრავს სპეციალური ფასციები და კუნთები. როდესაც ეს კუნთები მოდუნებულია, როგორც უკვე ვთქვით, მენოპაუზაში და მშობიარობის შემდგომი ტრავმების ან ჩახევების და ასე შემდეგზე გავლენით, ამ შემთხვევაში ის თავის ნორმალურ მდგომარეობას კარგავს, უფრო მეტად დაშვებულია და ასევე გაწელილია და გაფართოებული. ესეთ შემთხვევაში ეს კუნთები ვეღარ აკონტროლებენ შარდის შეკავებას და ოდნავ სტრესზეც კი, როგორიც არის გაცინება, დახველება, პატარა სიმძიმის აწევა, შარდი უნებლიეთ გამოიყოფა სწორედ ამ მოდუნებული შარდსადენიდან. ნინო, შენ ახსენე სტრესი და სტრესული შეუკავებლობა. მაყურებელი რომ არ დაიბნეს ეს სტრესი, ესეთი სტრესი არ არის. მოდი უფრო დეტალურად ახსენე. სტრესი კოტე არ არის ლაპარაკი, სტრესული შეუკავებლობა ამ დაავადებას ქვია იმის გამო, რომ სტრესი არის ნებისმიერი დაცემინება, დახველება, ფიზიკური დატვირთვა, რაც უკვე აღნიშნეთ. თუმცა პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ შარდის შეუკავებლობა ეს არის მოგვარებადი პრობლემა. ძირითად შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა არის ხოლმე საჭირო, თუმცა ასევე შესაძლებელია მედიკამენტებისა და სპეციალური ვარჯიშების საშუალებით ამ პრობლემის შემსუბუქება. კოტე, აქ მინდა ერთი პატარა დავამატო კიდე, მაყურებელს არ უნდა აერიოს, არის შარდის შეუკავებლობის ორი სახე. სტრესული შეუკავებლობა, რაც ჩვენ უკვე ახსენეთ, ეს არის ანატომიური პრობლემებით, ანუ მოდუნებით გაპირობებული და მეორე არის შარდის ბუშტის ინერვაციის დარღვევით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. როდესაც პაციენტი აი წყლის ხმის გაგონებაზე ან ტუალეტის დანახვაზეც კი გრძნობს ესეთ მონდომებას მოშარდვისკენ და ზოგჯერ ვერ ასწრებენ ისინი ტუალეტში. ამ დროს აი ეს პრობლემა უკვე მედიკამენტოზურად მოგვარებადია და მას არასტაბილური შარდის ბუშტი ეწოდება. უფრო დეტალურად თუ როგორ გიმკურნალებთ, ექიმი გვესაუბრება ჩვენი გადაცემის სტუმარი, მიესალმეთ კლინიკა მედულას გინეკოლოგი კარინა ბუცხრიკით. წყალს შემოგთავაზებთ თუ შეიძლება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემაზე და ვთქვით რომ ეს გავრცელებული პრობლემა არის. მაგრამ ხშირად ამაზე საუბარს ერიდებიან ქალები. გითხარით, ვის აწუხებს საქართველოში ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, შარდის შეუკავებლობა აწუხებს უფრო მეტად ასაკოვან ქალბატონებს მრავალჯერადი მშობიარობის შემდგომ ან ქალბატონებს, რომლებიც ეწევიან მძიმე ფიზიკურ შრომას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შარდის შეუკავებლობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ქალბატონებში. საინტერესოა, რომ ეს არის პრობლემა, რომლითაც ქალბატონები მიმართავენ როგორც გინეკოლოგებს, ისე უროლოგებს, ანუ ორივე ექიმს თუ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. ახლა გვაინტერესებს კურნალობის რა გზები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. ვარჯიშმა თუ შეიძლება მოაგვაროს რაღაცები გამიგია ამის შესახებ და როგორ შეიძლება? ეს არის კონკრეტული ვარჯიშები, რომელიც არის მიმართული მცირე მენჯის ორგანოების გასაძლიერებლად. ეს არის ეგრეთ წოდებული კეგელის ვარჯიშები, რომელიც არ მოითხოვს არც არც დროის და არც რამე ენერგიის განსაკუთრებულ ხარჯვასთან არის დაკავშირებული და შესაძლოა გაკეთდეს როგორც აი კომპიუტერთან მუშაობის დროს, ასე ტელევიზორის ყურებისას. ეხლა რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთული იქნება, ძალიან ინტიმური ვარჯიშებია, იმიტომ რომ მე ვიცნობ ამ ვარჯიშებს. უბრალოდ პრინციპი რო აუხსნათ მაყურებელს ზოგადად, აი როგორ კეთდება ეს ვარჯიშები, ესეთი ზოგადი მონახაზი. დაახლოებით 10-12 ჯერ ქალბატონმა უნდა დაჭიმოს და კუნთების ტონუსში მოყვანაზეა საუბარი, ხო? დიახ, დაჭიმოს და მოადუნოს ეს საშოს და სწორნასლავის სფინქტერი. დღის განმავლობაში რამდენჯერ? ანუ ამ თანმიმდევრობას თქვენ ასწავლით პაციენტებს. დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, ანუ 2-3 საათის ინტერვალით შეიძლება გაკეთდეს ეს ვარჯიში. ეს ერთი ვარჯიში. ეს ერთი ვარჯიში არის ასევე საკმაოდ ეფექტური, არა მარტო მცირე მენჯის ფსკერის კუნთების გასაძლიერებლად,
არამედ სფინქტერის გასამაგრებლად. ეს არის მოშარდვის აქტის დროს რამოდენიმეჯერ ნაკადის შეჩერება. ანუ სფინქტერი ის არის, რაც აკავებს შარდის ნებაზია დამოკიდებული. ანუ ერთხელ კიდევ დავაკონკრეტებთ, რომ ეს კეგელის ვარჯიშები ნებისმიერმა ქალბატონმა შეუძლია მოიძიოს ინტერნეტში, თუ რა თქმა უნდა ეუხერხულება ან არ თვლის თავს იმდენად ავად რო ექიმთან მივიდეს, თვითონ ნახოს, ივარჯიშოს, ეს საკმაოდ მარტივია და მეტნაკლებად სიმძიმების გამორიცხვასაც თუ გააკეთებს, ასევე ივარჯიშებს, იცურებს და ამ კეგელის ვარჯიშებსაც ჩაატარებს, შესაძლოა უფრო წინ არ წავიდეს ეს პრობლემა და მსუბუქი პრობლემის შემთხვევაში შესაძლოა მოგვარდეს კიდეც. ცოტა ხანში ექიმებში გაიგეთ რა აწუხებს ემბრიონს ყველაზე მეტად მუცლად ყოფნის პერიოდში. ჟანგბადობა, ალკოჰოლის ბევრი მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხი ძალიან მარტივია. ახლა მე მინდა დარბაზს მიმართო კითხვით, მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები და გვიპასუხეთ. მითია თუ რეალობა, რომ წყლის მიღების შემცირება ამ მსუბუქებს შარდის შეუკავებლობას? და როგორც ხედავთ, დარბაზის ნაწილი უმეტესობა თვლის, რომ ეს რეალობაა. სინამდვილეში ეს არის მითი. რა თქმა უნდა, ეს არის მითი. მე გამიგია ჩემი პაციენტებისგანაც, რომ ამ პრობლემის მოგვარება სითხის მიღების შეზღუდვითაც ცდილობენ. მარტივად წყალს აღარ სვამენ, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ზღუდავენ მის რაოდენობას და გონიათ, რომ ეს უკონტროლო შარდენის პრობლემა შესაძლოა ამით მოგვარდეს. პირიქით, არასაკმარისი წყლის მიღებამ კიდევ უფრო შესაძლოა დააზიანოს შარდის ბუშტი და მით უმეტეს მთლიანად თქვენი ორგანიზმი და ჯანმრთელობა. ასე რომ მიიღეთ წყალი ნორმალური რაოდენობით და მიმართეთ. თქვენ რა მითები გსმენიათ, კარინე, ყველაზე აბსურდული ესეთი. წყლის რაოდენობის შეზღუდვაზე მეც ბევრი მსმენია. ზოგი ქალბატონი ამას აბრალებს წნევის წამალს, ზოგი აბრალებს ყავას. ანუ ამ მითების არსებობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გამოსავალს კი არ ეძებენ ექიმთან, ეძებენ დასამშვიდებელ საშუალებებს, ხო? ხალხო, მინდა გითხრათ, რომ ყავა, წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტები, წყლის არ მიღება, არაფერს არ შეცვლის თქვენი შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, აქ აუცილებელია მიმართოთ ექიმს და ექიმმა გადაწყვიტოს, ეს იქნება ვარჯიშებით თუ ოპერაციული ჩარევით თქვენი მკურნალობა. ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის დროს მკურნალობა როგორც წესი კონსერვატიულია. ანუ მედიკამენტებიც როგორც უკვე თქვით, შესაძლებელია. რო მაყურებელს აუხსნათ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მოდით ვნახოთ რეპორტაჟი კლინიკა მედულადან. როდესაც დაისმევა შარდის სტრესული, ანუ დაძაბული შეუკავებლობის დიაგნოზი, ეს უკვე ჩვენებაა ქირურგიული მკურნალობის. არსებობს ქირურგიული ჩარევის რამოდენიმე მეთოდი. აქედან აღსანიშნავია ორი ძირითადი სახე, ერთი ვაგინალური მიდგომით და მეორე ლაპარასკოპიული ან მუცელკვეთით მიდგომით. რაც შეეხება ვაგინალურ მიდგომას, ეს არის საკლებად ინვაზიური მეთოდი, სულ დაახლოებით გრძელდება 15-20 წუთი და პაციენტი მეორე დღესვე ეცელება ბინაზე. რაც შეეხება მეორე ალტერნატიულ მეთოდს, ეს არის ლაპარასკოპიით ეგრეთ წოდებული ბერჩის ოპერაცია, რომელიც თავის თავში გულისხმობს საშოს წინა კედლის კვანძოვანი ნაკერებით ფიქსაციას მოქმედის ძვალს. რაც შეეხება უკვე მიდგომას, თუ რომელი მეთოდით გავუკეთოთ პაციენტს აღნიშნული ოპერაცია, ეს ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე და პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ყველა ქალბატონს, ვისაც ეს პრობლემა გაძახებთ, რომ მიმართოთ ექიმს. შარდის შეუკავებლობა შეიძლება რაიმე სხვა სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს და უნდა დაადგინოთ რეალური მიზეზი. ანუ პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მცირე მენჯის ორგანოების პროლაფსით. შარდის გადაუდებელი შეუკავებლობის დროს ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ქრონიკული ინფექციით, შეიძლება იყოს გამოწვეული რამე ნევროლოგიური დარღვევით და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოწვეული საშარდე სისტემის, ქალისასქესო ორგანოების და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებებით. მე აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს შარდის შეუკავებლობის მხოლოდ ქალების პრობლემებზე ვისაუბრეთ, თუმცა ეს პრობლემა მამაკაცებშიც გვხვდება და ამ თემაზე სხვა დროს აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა კარინა მობრძანებისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. ერთი სასიამოვნო ამბავით გავიგეთ, რომელიც ჯანდაცვას ეხება. საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, რაც აისახა იმაზე, რომ მოსახლეობა უფრო აქტიურად აკითხავს კლინიკებს და მათთვის ჯანდაცვის სერვისების სარგებლობა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. ჯანმრთელობის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა ჩატარდა 3 დონორის ხელშეწყობით, სოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური და
ტექნიკური მხარდაჭერით. კვლევის დროს გამოკითხული იქნა 3500-ზე მეტი შინამეურნეობა, ანუ 7500-ზე მეტი ადამიანი ძალიან შემცირდა ჯიბიდან გადახდები მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისებზე. იმიტომ რომ მათ უკვე ხელმისაწვდომობა გაეზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე. გაიზარდა მიმართვიანობა და სერვისების გამოყენება. პრაქტიკულად 2010 წელთან შედარებით 20-30%-ით გაიზარდა როგორც ჰოსპიტალური, ისე ამბულატორიული სერვისების გამოყენება. მოყოფილებიოთ საყოველთაოდ დავზღვევით, რომ ბებიას რო ხეხი რომ მოტყდა დაგვეხმარა იმაში, რომ გაეკეთებინა ოპერაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი რომ მეტი რო არ შეიძლება. რაც კი გააკეთა სახელმწიფო ამაზე კარგი არაფერია გაუკეთებიათ. სიმართლესო. ეს ერთი კარგი მართლა გაიგაა. ახლაც ჯანდაცვაში ვიყავი, ბავშვის სწავლები დამიფინანსეს და კმაყოფილი ვარ. მე თვითონ არ მისარგებლია, მაგრამ ჩემს გარშემო ძალიან ბევრმა გამოიყენა და კმაყოფილები არიან. ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, უბრალოდ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. შეხედეთ ამ ფოტოებს, რომელიც მონიტორზე ჩანს, თქვენ ახლა ხედავთ მასზე 24-36 კვირის ემბრიონს. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს ემბრიონი თითქოს შეწუხებულია, თავს კარგად არ გზნობს და დაძაბულია. ხელების სახეზე აქვს მიტანილი, ინტენსიურად ამოძრავებს პირს, თითქოს რაღაცა განსაკუთრებული დისკომფორტი აქვს საშვილოსნოში. ეხლა შეხედეთ მეორე ემბრიონის ეკოსკოპიურ გამოსახულებას. აქ ბავშვი გაცილებით მშვიდია, არ არის დაძაბული და დაჭიმული. ნაკლებ უხერხულ მოძრაობას აკეთებს და პოზიციურად საშვილოსნოში უკეთესად გზნობს თავს. დაახლოებით მაინც ხვდებით რა განსხვავება ამ ორ ემბრიონს შორის, აი ამ შეწუხებულ ემბრიონსა და ამ ნორმალურად მყოფ ემბრიონს შორის. რა არის მიზეზი ამ განსხვავების? აბა ვინმე თქვით ერთი იდეა თუ გაგიჩნდათ. წეველია, ვიღაცამ თქვა მწეველია, უჟანგბადობა. ალკოჰოლის ბევრი მიღება. კი ბატონო, ყველაფერი ეს ცუდია, სტრესი ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოკვლევების მიერ დადასტურებულია და ზუსტად მოტანილია ის ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ეს კვლევა არის ჩატარებული, პასუხი ძალიან მარტივია. პირველის დედა არის მწეველი და მეორეს დედა არამწეველი. ყოჩაღდარბაზი. ეს ფოტოები ძალიან კარგად აჩვენებს თუ რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია დედას ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვისათვის თუ ის ეწევა. ყველა ორსულმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის საჭიროა სუფთა ჰაერის სუნთქვა, ბევრი ჟანგბადი და არავითარ შემთხვევაში მომწამლელი აირები, რომლებიც სიგარეტისგან მიეწოდება დედის სისხლს. სანამ დაორსულებას და ბავშვის გაჩენას გადაწყვეტ, მანამდე უნდა დაანებოთ მოწევას თავი, ეს აუცილებელია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ხოდაშორის არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც არა მხოლოდ ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვი ხდება, არამედ უკვე დაბადებული ბავშვები ჩამორჩებიან შედარებით თავიანთი ფსიქიკური განვითარებით, თავიანთ თანატოლებს. უფრო მოუსვენრები არიან, კონცენტრაცია უჭირდა, სწავლაში ჩამორჩებიან. ასე რომ თქვენ თავს და თქვენ ჯანმრთელობას არ უფრთხილდებით, თქვენ შულზე მაინც იფიქრეთ და დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი. მოკლედ, იმედი გვაქვს, რომ Facebook-ის გვერდზე მოგვივამ გადაცემის შემდეგ წერილები, ექიმებო ორსულად ვარ, თქვენი გადაცემის შემდეგ ჩავაქრე სიგარეტი და აღარ მომიწევია. მართლა ძალიან გაგვეხარდება. ექიმები ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.